რუსი დეპუტატის შეურაცხმყოფელი განცხადებები შესაძლოა ახალი პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდეს. დღეს მოსკოვიდან ამერიკელი მაღალჩინოსნების ლანცხვა გინება ისმოდა. უცენზურო სიტყვების ადრესატი ფილიპ გორდონი იყო, რომელმაც დღეს კონგრესში გამოსვლისას შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით ღიად დააფიქსირა. სწორედ ამ გამოსვლას რუსეთის სათათბიროში არაეთიკური გამონათქვამების კასკადი მოყვა. ყველაზე აქტიური კი სერგეი აბელცევი იყო, რომლის ტერმინოლოგიაც თარგმანს არ ექვემდებარება. თამარ ბაღაშვილი განაგრძობს თემას. რუსი დეპუტატებისგან არაკორექტული გამონათქვამები და შეურაცხმყოფელი სიტყვები ალბათ აღარავის უკვის განსაკუთრებით ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მხრიდან და მაშინ, როდესაც საქმე შეერთებულ შტატებს ან საქართველოს ეხება. თუმცა ის, რაც დღეს რუსეთის სათათბიროს ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, უკვე ყოველგვარ მოლოდის გადააჭარბა. ეს გამონათქვამები იმდენად შეურაცხმყოფელი და არაკორექტული იყო, რომ ჩვენ მისი ქართულ ენაზე თარგმნაც კი უხერხულად ჩავთვალეთ. Президент США взял бы этого своего советника Гордона или Гондона, как его там. უპრეცედენტოდ არაეთიკური და არაკორექტული გამონათქვამით რუსმა დეპუტატმა დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მოიხსენია. ფილიპ გორდონის საქართველოს მხარდამჭერი განცხადების შეფასებისას სათათბიროს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ბორის აბელცევი უწმაწურ გამონათქვამებს და გინებასაც არ მორიდებია. აბელცევმა გორდონთან ერთად პირადი შეურაცხყოფა ამერიკის პრეზიდენტს და პირველ ლედისაც მიაყენა. კომენტარი იმდენად არაკორექტულია, რომ მისი თარგმანი ქართულ энაზე უხერხულად ჟღერს. მისი მოსმენა მხოლოდ რუსი დეპუტატის მშობლიურ ენაზე შეიძლება. Рекомендовал бы, понимаете, то есть этому зам руководителя администрации США поменять бы фамилию на более короткую, на обычный Гондон, и, знаете, открыть секс-шоп там в Белом доме и, в общем-то, торговать там фалоимитаторами, а не заниматься, понимаете, херней, то, о чем вы мне говорите. Президент США взял бы этого своего советника Гордона или Гондона, как его там, понимаете, то есть и помогал бы своей супруге бы, сажать там морковку, огурчики, то есть на грядках около Белого дома, понимаете.